გამარჯობა. დღეს ვისაუბრებ ეგრეთ წოდებულ ჩრდილებზე. ფსიქოლოგიურ კონცეფციაზე, რომელიც კარლ გუსტავ იუნგმა ჩამოაყალიბა. თუმცა თავისი ღრმა არსით ის პირდაპირ კვეთს ეზოთერიკასაც. ალქიმიას და აუცილებელი კომპონენტი არის სულიერი ტრანსფორმაციის გზაზე. გქონია ოდესმე განცდა, რომ საკუთარ თავში რაღაცას ვერ იტან. ან თუ ვინმე ძალიან გაღიზიანებს თითქოს ზედმეტადაც კი. მიუხედავად ამისა, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს ის სხვა. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს შენი ჩრდილის ანარეკლი. რა არის ჩრდილი იუნგის მიხედვით? იუნგი ამბობდა, რომ პიროვნება, ანუ პერსონა, არის ის სახე, რომელსაც საზოგადოებისთვის ვაჩენთ. მაგრამ არსებობს ჩვენი ფსიქიკის ნაწილი, რაღაც მეორე ნაწილი, რომელსაც დევნით ვმალავთ ან ვუყრუებთ, ასე რომ ვთქვათ, არ ვაქცევთ ყურადღებას. სწორედ ეს დაუმუშავებელი, უარყოფითი, აკრძალული ან სირცხვილის მომგვრელი მხარე ხდება სწორედ ჩვენი ჩრდილი ჩვენს ცხოვრებაში. ჩრდილი მოიცავს ჩვენს მრისხანებას, შურს, ეგოისტურ სურვილებს, კონტროლის, ძალაუფლების წყურვილს და ხშირად ძალას, რომელსაც ვერ ვიღებთ საკუთარ თავში. მაგრამ ჩრდილი მხოლოდ მუქი და ნეგატიური და მძიმე თვისებებსაც არ გულისხმობს. ჩრდილში შეიძლება მოექცეს ჩვენი ესეთი ნება, ძალა, სექსუალურობა, სწორი ამბიცია, თვითგამოხატვის უნარი და თავისუფლება. თუ ისინი ბავშვობაში დავგმეთ ან დაგვაგმობინეს რაიმე შეზღუდვის გამო. როგორია ჩრდილის ფსიქოლოგიის მექანიზმი? ჩვენ გვასწავლიდნენ, ეს არ შეიძლება, ასე არ მოიქცე, ეს არ არის შენთვის, ეს ვითომ და ქცევის ნორმები ჩაწერილია კულტურაში, ოჯახში, რელიგიაში და ჩვენ ამ აკრძალვებს სწავლობთ, როგორ უნდა ვიყოთ თუ როგორ უნდა ვიყოთ სწორად. ანუ რაც ამ ნორმებში არ ჯდება, ეს ყველაფერი გადადის შემდეგ ჩრდილში. მაგრამ სამწუხაროდ ეს ჩრდილი არსად არ ქრება, ის მოქმედებს ჩვენზე და ხშირად ეს ხდება არაცნობიერად. ვართ კონფლიქტში, ანუ სხვებში ვხედავთ იმას, რაც საკუთარ თავში ვერ ვიღებთ. ვიმეორებთ იმ ქმედებებს, რომლებიც შინაგანად დავგმეთ როდესღაც, გვიზიდავენ ან გვაფრთხობენ ადამიანები, რომლებიც გვახსენებენ ჩვენ ჩრდილს. ეზოთერიკული პარალელები რომ გავავლოთ და საკმაოდ ესეთი კარგად შეიძლება ეზოთერული პარალელების გავლება, ჩრდილი და სულიერი ტრანსფორმაცია პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. ეზოთერიკაში ჩრდილი იგრძნობა როგორც სულის ბნელი მატერია, რომელსაც ასევე მე ხშირად პატარა დემონიკებს ვეძახი ხოლმე, რომელიც ტრანსფორმაციის პოტენციალს ატარებს ტრანსფორმაციის, ანუ შეიძლება მათი ტრანსფორმირება. ალქიმიური ტრადიციით ნამდვილი ოქრო იქნება შავი მასისგან. ნიგრედოდან ესე ქვია სახელი. ანუ ჩრდილის ამოსახებად საჭიროა შეხვიდე საკუთარ იმ ბნელ მხარეებში, იმისთვის რომ ის ჩრდილი გაქრეს. იესო 40 დღე უდაბნოში იყო, ხო? ყველამ ვიცით ეს ბიბლიურად. და სწორედ ეს არის საკუთარ ჩრდილებთან შეხვედრა. ანუ მარხვა 40 დღიანი მძიმე მარხვა პირდაპირ კავშირშია საკუთარ ჩრდილებთან შეხვედრას. შამანური ინიციაციები, ასევე
პირდაპირ კავშირშია საკუთარ პატარ-პატარა ჩრდილებთან შეხვედრის და ესეთი ზღაპრული გმირები, რომლებიც ძალიან ბევრი გაქვთ მოსმენილი, რომლებიც პირობითად ქვესკნელში ჩადიოდნენ. ესეც შეიძლება გავაიგივოთ იმასთან, რომ ისინი იქ ზღაპრულად, მაგრამ პირდაპირ კავშირშია საკუთარ ჩრდილებთან შეხვედრასთან. რა ხდება, როცა ჩრდილთან მუშაობთ? პირველი გვეძლევა ძალა. როდესაც ვიღებთ ჩვენს ბნელ მხარეებს, ისინი აღარ გვაკონტროლებენ და პირიქით ვიღებთ შინაგან ძლიერ ენერგიას, რომლებიც ადრე იკარგებოდა, ან გვეგონა რომ იკარგებოდა. მეორე ხდება პირადი ზრდა, თავისუფლება. ჩვენ ხვდებით მეტად ავთენტურები, აღარ გვჭირდება მხოლოდ რაღაცის გამოგონილი პერსონას თამაში. მესამე, განკურნება ხდება ურთიერთობებში, ნებისმიერში, შეწყვეტა ხდება პროექციის, როცა სხვებში ვხედავთ ჩვენს ჩრდილებს და გვაღიზიანებს და ეს გვაძლევს უფრო სუფთა კონტაქტებს ურთიერთობაში, ნებისმიერ ურთიერთობაში. მეოთხე, სულიერი ინტეგრაცია, საკუთარი ბუნების მიღება. ეს არის გზაჯვარედინი ტრანსფორმაციის ჭესმარიტი სულიერი გზისთვის. როგორია გზები ჩრდილებთან მუშაობის? პირველი არის, რომელზედაც მე ისედაც სულ ხშირად საუბრობ ჩემს ლაივებში, თვითდაკვირვება. ანუ დაუსვით კითხვა საკუთარ თავს. რომელი სიტუაციები მიაქტიურებს მძლავრ ემოციას? სწორედ ეს შეიძლება იყოს თქვენი ჩრდილის სიგნალი. თუ რა არის ის სიტუაცია, კითხეთ საკუთარ თავს. რომელი სიტუაციები მიაქტიურებს მძლავრ ემოციას? სიტუაციურად. შემდეგ წერა. საკუთარ თავთან დასმულ კითხვებს, მომდევნო კითხვებს გთავაზობთ ახლა, უნდა გასცეთ წერილობით აუცილებლად გულწრფელი პასუხები. რა არ მომწონს სხვებში? რა მაბრაზებს? რა მინდა და არ ვაღიარებ? ეს სულ სამი ესეთი პატარა კითხვა, რომელიც უნდა ჩამოწეროთ. პასუხები შეიძლება არ იყოს ერთი, ბევრი იყოს, მაგრამ უნდა დაწეროთ აუცილებლად სულ ყველა. შემდეგი, კრეატიული გამოხატვა საკუთარი თავის. ხელოვნება ნებისმიერი სახით. მოძრაობა, ვარჯიშები, ეს არის უსაფრთხო გზა ჩვენი ჩრდილების გასატანად, გამოსატანად თქვენივე ცხოვრებიდან. და შემდეგი, თუ კი პირობითად ამ პირველ სამ ნაბიჯმა არ იმუშავა, შემდეგ მოდის უკვე ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპევტი ან კოუჩი ნებისმიერი პროფესიონალთან ჩრდილის ანუ ეს ხდება პროფესიონალთან, რომელსაც მეც ვაკეთებ, პროფესიონალთან ხდება ჩრდილის თანდასწრებით განთავისუფლება და გადასვლა უსაფრთხო სივრცეში. ამას აკეთებენ ეს კეთდება ფსიქოთერაპიის დროს. მაგრამ ის პირველი სამი არის ესეთი მარტივი გასაკეთებელი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ პირველ ეტაპზე ფსიქოთერაპევტის გარეშე. მაგრამ თუ კი იქნება ისეთი მძიმე მომენტები, უკვე აუცილებლად საჭიროა მერე ფსიქოთერაპიის ჩარევა. და შეგრძნება, რომ საკუთარ თავში რაღაც გაშინებს, შეიძლება ნიშნავდეს სწორედ, რომ იქ გელოდება შენი ძალა. აი, ის შიში, რომ მეშინია, არის ჩრდილი და სწორედ ის შეიძლება იყოს ის ძალა, რომელიც თქვენ გაგამარჯვებინებთ ამაზე ყველაფერზე. აქვე არის როლი კარგი ბიჭი და კარგი გოგო. და თუ როგორ იბადება ჩრდილები. ჩვენში ჩრდილი იბადება მაშინ, როცა ვსწავლობთ როგორ უნდა ვიყოთ.
იმის ნაცვლად რომ ვიქცეთ ის, რაც სინამდვილეში ვართ. ჩვენ არ ვიბადებით ავადმყოფებად. ჩვენ ავადდებით იმ გზაზე, რომელიც სხვებს უნდა მოეწონოს. ცხოვრების დასაწყისში ყველას ჩვენ გვასწავლიდნენ. ბავშვები არ უნდა ბრაზობდნენ, ნუ ბრაზობ. დამჯერე უნდა იყო, დაუჯერე დედას, დაუჯერე ბებიას, ვინმეს ნებისმიერს. საკუთარ თავს ნუ აქებ, ნუ ხარ ეგოისტი. და ასე შემდეგ ძალიან ბევრი. და ეს უნდაები ქმნიან სწორედ გადადიან და ქმნიან სწორედ ეგოს საზრდოს. და რაც არ ჯდება იმ ჩარჩოებში, იმ ეგოს აგრძალვების ჩარჩოებში, ყველაფერი არის ჩრდილი. ყველაფერი გადადის ჩრდილში. საინტერესოა ისიც, რომ ზოგჯერ ჩრდილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ბნელი, არამედ სინათლეც. ისეთი უნარი და ძალა, რომელიც სხვებს ეშინიათ, ან შურს და შენგან მოითხოვს, რომ გადამალო ის ჩრდილი. როგორია ჩრდილის უარყოფის შედეგები, როდესაც უარყოფ ამას ყველაფერს. თუ ჩვენ არ ვცნობთ, არ ვაღიარებთ საკუთარ ჩრდილს, რას იწვევს? ის აუცილებლად გამოჩნდება სხვა ადამიანის სახით ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ იმ ადამიანის სახით, ვინც გვაღიზიანებს ან გვიტრიალებს ცხოვრებაში, მუდმივად შეიძლება ტრიალობდეს ერთი და იგივე ადამიანი ან სხვადასხვა ადამიანი ერთი და იგივე პრობლემით. კიდე ის შეიძლება ასევე დაბრუნდეს სიზმრებით, ფანტაზიებით და მოულოდნელი სიტუაციური აფეთქებებით თქვენს ცხოვრებაში ან თქვენს გარშემო, რაღაც ესეთი მოულოდნელი სიტუაციური აფეთქებები. ზოგჯერ კი გამოვლინდება სხეულით და სხეულით გამოვლინება ჩრდილების ეს არის ბოლო ეტაპი, რომელიც არის ფსიქოსომატური სიმპტომები, დაავადებებით, რომლებიც გადადის ფსიქოსომატურში. და ერთ-ერთი მიზეზი დაავადებების არის გამომწვევი მიზეზი არის სწორედ ჩვენი ჩრდილები. იუნგი წერდა ამაზე, რომ ადამიანი ვერ გახდება განათლებული თავისი სინათლის წარმოდგენით. ის უნდა ჩავიდეს თავის ბნელ მხარეებში. ამიტომ ჩრდილთან შეხვედრა არ არის უბრალოდ ფსიქოლოგიური პროცესი, არამედ ესეთი სულიერი ინიციაციაც არის. სულიერი ინიციაციას. ასევე ჩრდილს ახასიათებს ჩრდილი არის როგორც ტაბუ დადებული თემები გიგულისხმება და არსებობს კიდევ კოლექტიური ჩრდილი. ანუ აქამდე ხო ინდივიდუალურად საუბრობდი, ტაბუც ინდივიდუალურია, მაგრამ ტაბუ არის ასევე როგორც კოლექტიური ჩრდილი. აქვს როგორც თქვი კოლექტიური სახეც. საზოგადოებისგან უარყოფილი თემები შედის ამ კატეგორიაში. ტაბუირებული ემოციები. ის რაც არ უნდა ითქვას, რაზეც საზოგადოებას ტაბუ აქვს დადებული. მაგალითად, სიბრაზე, იყო სექსუალური, იყო მიმზიდველი, არ შეიძლება საუბარი სიკვდილზე, ძალაუფლებაზე, სექსზე. ხშირად კოლექტიური ჩრდილის შიგნით ჩდება ჩარჩენა ამ ჩარჩოში. რაც არ გვაძლევს ესეთ გასაქანის საშუალებას, არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, იმიტომ რომ მოქცეული ვართ ამ ტაბუსა და კოლექტიური ჩრდილის ქვეშ. ალქიმიურად და ეზოთერიკულად ჩრდილი არის ნიგრედო, როგორც თქვი, უკვე ესეთი მასა, შავი, საიდანაც იწყება გარდასახვის პროცესი. ჩრდილთან შეხვედრა ეს არის გზა საკუთარი სულისკენ.
ეზოთერიკაში ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომ სული ვერ იღვიძებს მხოლოდ შუქით, ის იღვიძებს მას შემდეგ, რაც ადამიანი გადის ბნელში და იქაც პოულობს სიმართლის ნაწილს. იქ სადაც ფიქრობ, რომ დავარდები, სწორედ იქ არის შენი განძი. ჩრდილთან შეხვედრა ნიშნავს სიმართლის მიღებას საკუთარ თავში, როგორიც არ უნდა იყოს ის, როგორი მტკივნეულიც, ემოციური სტაგნაციის გარდაქმნას, ანუ კონტროლს ემოციების სტაგნაცია მაგას გულისხმობს და შინაგანი ბრძენის გამოღვიძებას, ანუ ზრდასრულის გამოღვიძებას. ეს არის გზა ინდივიდუალიზმისკენ. ანუ იუნგის ტერმინით ისევ ჩემი ფავორიტი ფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი იუნგი, რომელიც ორივე იყო გზისკენ, როცა ადამიანი ხდება ის, რაც ის არის სინამდვილეში. ანუ ეს არის გზა ინდივიდუალიზმისკენ. გზისკენ, როდესაც ადამიანი ხდება ის, რაც არის სინამდვილეში. როდესაც პოულობს თავის ნამდვილ სულის მეს. მე ეხლა თქვენ კიდე გეტყვით რიტუალებს და მეთოდები ეზოთერიკულად, ცოტა ეზოთერიკულად, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ. იმისთვის რომ ზემოთაც ხო გითხარით, ფსიქოლოგიური, ეხლა ეზოთერიკული. ჩრდილთან მუშაობისთვის. ეზოთერიკულ ტრანსპერსონალურ მუშაობაში ხშირად გამოიყენება სიმბოლური რიტუალები. ესეთია მაგალითად სარკის რიტუალი. საკუთარ თავთან გულწრფელი საუბარი სარკის წინ. როდესაც შეხედავ საკუთარ თავს სარკეში და ეტყვი იმას, რასაც ყოველთვის გაურბოდი რომ გეთქვა საკუთარი თავისთვის. ეს ერთ-ერთი ესეთი რიტუალი. მეორე, ჩრდილის წერილი. დაწერეთ ყველაფერი, რაც არ გიყვარს საკუთარ თავში. ან სხვებში. და მერე წაიკითხეთ ის, როგორც იუნგი გვასწავლიდა, ეს შენ ხარ და შენ განკურნება სწორედ იწყებ აქ. ანუ დაწერეთ ნებისმიერი ფორმატით, დაწერეთ რა არ გიყვარს საკუთარ თავში, რა აკრძალვებია ესენი, ვისგან არის ესე ყველაფერი აკრძალვები, რას უგრძალავთ საკუთარ თავს და შემდეგ აქ ჩასვით საკუთარი თავი. შემდეგ უკვე რომ დაამთავრებთ წერას, ჩასვით საკუთარი თავი. და ეს შენ ხარ და შენ იწყებ განკურნება სწორედ აქ. შემდეგი კრისტალები არის ნამდვილი ნატურალური კრისტალები, ოღონდ უნდა იყოს თქვენი აუცილებლად ზოდიაქოსი და თქვენი, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა კრისტალი ისე. შეგიძლიათ გამოიყენოთ. კრისტალი. ნებისმიერი სახით. ასევე მედიტაციები ნებისმიერი სახით, რაც კი არსებობს, ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარ ჩრდილებთან გადასამუშავებლად. და მანამ სანამ ჩრდილს არ გავაცნობიერებთ, ის ჩვენს ცხოვრებას წარმართავს ყოველთვის. და ადამიანები ხშირად ამას უწოდებენ ბედისწერას. ჩრდილის შიგნით უკან, შიგნით შენი ძალა, შენი სიმართლე, შენი სიღრმე და შენი სულიერი იდენტობა. კიდევ იუნგს დავესესხებით, ის ამბობდა ესეთი სიტყვებით, რომ რაც არ არის გაცნობიერებული, ბრუნდება ცხოვრებაში როგორც ბედი. ჩრდილი არის ჩვენი ფსიქიკის განდობილი, მაგრამ ძალიან საჭირო ნაწილი. მასში იმალება ძალა, ინტუიცია, ავთენტურობა და სიღრმე. ეზოთერიკაში ჩრდილი არის კარიბჭე უფრო ღრმა სულიერ დონეზე გადასასვლელად. ასე რომ, ჩემოკარგებო, იყავით თამამები, გაუსწორეთ თვალი საკუთარ ჩრდილებს, ისინი არ არიან არც ეგრეთ საშიშები და მომენტალურად დაიწყებთ ტრანსფორმაციას საკუთარი
სულის და საკუთარი ცხოვრების. მადლობა.